გამანაიფი თავის ტვინის დაავადებების მკურნალობის თანამედროვე და ზუსტი მეთოდია, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ ოქროს სტანდარტს რადიოქირურგიაში. ავერსის კლინიკა პირველია რეგიონში, სადაც დანერგილია უახლესი მოდელი გამანაიფ ესპრიტი. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის დღეს უკვე ხელმისაწვდომია ნეიროქირურგიის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ტექნოლოგია. ამ ეტაპზე მკურნალობა ჩაუტარდა უკვე 200-ზე მეტ პაციენტს, როგორც საქართველოდან, ასევე მეზობელი ქვეყნებიდან. ერთ-ერთი მათგანი კი ახლა საკუთარი მკურნალობის გზას გაგვიზიარებს. როგორ გაიგო დიაგნოზის შესახებ, როგორ მოემზადა მკურნალობისთვის და როგორი შედეგი აქვს დღეს. მოკლედ 4 წლის წინ მქონდა სმენითი ჰალუცინაციები. რამოდენიმე ეპიზოდი იყო ამ სმენითი ჰალუცინაციების და ჩემი ახლობელი ნევროლოგი, რომელსაც რეკომენდაციები ვკითხე და მირჩია, რომ ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევა გამეკეთებინა, ჩავიტარე, იქ აღმოჩნდა გარკვეული ცვლილებები. მე მასთან ერთად დავგეგმეთ მაგნიტორეზონანსული კვლევა. თავის ტვინის გავიკეთე ავერსის კლინიკაში თავის ტვინის მაგნიტორეზონანსული კვლევა და სწორედ იქ აღმოჩნდა, რომ მქონდა ესე მინინგიომა თავში და სწორედ მას შემდეგ მივაკითხე უკვე ბატონ ლაშა ბაქრაძეს ნეიროქირურგს და დავიწყეთ უკვე ამ პრობლემის გადაჭრა. გამო რომ მე ინფორმაცია მანამდეც ვიცოდი და ვიცოდი როგორი კაი შედეგები ქონდა გამანაიფით მკურნალობას, შიში საერთოდ არ მქონია. პროცედურის წინაც დიდად არ მინერვიულია და პლუს ბატონ ლაშამ აბსოლუტურად დეტალურად ამიხსნა სულ ყველაფერი, როგორ მოხდებოდა, რა მოხდებოდა, შედეგი რა დადგებოდა და მართალი გითხრათ ის რომ ვიცოდი რომ არსებობდა ქირურგიული გზით კიდევ ამ ჩემ პრობლემის გადაჭრა, პირიქით მე ბედნიერი ვიყავი ძალიან, რომ შემეძლო გამანაიფით მესარგებლა. თვითონ მანიპულაციის დროს მე არანაირი დისკომფორტი არ მიგრძნია, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ რაღაც შლემი დამამაგრდეს თავზე და აი ეს დაახლოებით 1-5-10 წუთი გაგრძელდა ეს დისკომფორტის შეგრძნება. დანარჩენი არანაირი დისკომფორტი არ მიგრძნია და არც მანამდე და არც იმის შემდეგ. ავწდი ზოგადი ანესთეზიის გამოყენებას, ავწდი ყველანაირ გართულებას, რაც ქირურგიულ ოპერაციას მოსდევს, სისხლდენებს, რა ვიცი, უამრავ რაღაცას. პლუს ამას დრო დავზოგე, ნერვიულობაც ძალიან ბევრი ამცდა, რეაბილიტაცია მეორე დღეს უკვე ჩვეულებრივად აქტიური ვიყავი და ქირურგიული ოპერაციის შემდეგ 2-3 კვირა მაინც დამჭირდებოდა ეს რეაბილიტაციო პერიოდი და რა ვიცი, მეორე-მესამე დღეს უკვე შემეძლო რომ დავბრუნებოდი ჩემ ჩვეულ ცხოვრებას. და პლუს დრო დავზოგე ძალიან ბევრი და ფინანსები. ახლა მე რო სადმე წავსულიყავი კიდევ გამანაიფის გასაკეთებლად და ქირურგიული შემდეგ უამრავი რაღაც პროცედურები დამჭირდებოდა, ამას ყველაფერს ავწდი და რა ვიცი, ჩემი რჩევა იქნება, რომ არც კი დაფიქრდნენ. აქ ავერსის კლინიკაში ნამდვილად გამოცდილი სპეციალისტები არიან, კვალიფიციური სპეციალისტები არიან და პლუს აპარატურა მოგხსენებათ, რა ვიცი, უმაღლესი დონის უკანასკნელი. შედეგს რაც შეეხება, ძალიან კაი შედეგი დადგა ჩემ შემთხვევაში. 7 თვის მერე გავიკეთე თავის ტვინის მაგნიტორეზონანსული კვლევა და სტრუქტურად შეცვლილია. მანამდე კონტრასტის ჩართვა ხდებოდა საკონტრასტო ნივთიერების, ახლა თითქმის აღარც ჩართულა საკონტრასტო ნივთიერების და მგონია რომ უკვე დანეკროზება მოხდა ამ ჩემი პრობლემის მენგიომის. ასე რომ მე ძალიან კმაყოფილი ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ, ბევრ რამეს ავწდი. ჩვეულებრივად აქტიურად ვაგრძელებ ცხოვრებას, არანაირი ჩივილები არ მაქვს.